ანუ რა არის Vitality? ეს არის პლატფორმა, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ სისხლის ანალიზების შედეგად მივიღოთ ჩვენი ჯანმრთელობის სრული სურათი. აქამდე ესეთი რამ საქართველოში არ ყოფილა, ამერიკაში გაიშვა 1 წლის წინ და მინდა ახლა გაგაცნოთ მთავარი განსხვავება და შემდეგ ვიდეოებში უკვე უშუალოდ პლატფორმას განახილეთ. ანუ რა არის და რითი განსხვავდება ზოგადად Vitality, თქვა ჩვეულებრივი სისხლის ანალიზიდან, ხო? ანუ რას აკეთებს? ზოგადად ჯანმრთელობის ოპტიმიზაციისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი არის პრობლემის ზუსტი იდენტიფიცირება. ამის გარეშე გამორიცხულია, რომ ჩვენ პრობლემა გადავჭრათ. იქნება ეს ჯანმრთელობის პრობლემა, პერფორმანსის პრობლემა თუ ნებისმიერი სხვა, გინდა სამედიცინო მიმართულებით იყოს, გინდა ბიზნესში ნებისმიერი სხვა. Vitality ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ პრობლემა ზუსტად დავინახოთ. შესაბამისად, ამ პრობლემის დანახვის შედეგად გვაძლევს კონკრეტულ გეგმას თუ როგორ უნდა მოვაშოროთ ეს პრობლემა, რომ ჩვენმა სხეულმა გამოავლინოს ის მაქსიმალური, ასე ვთქვათ, პერფორმანსი, რაც მას შეუძლია. ჩვენ რეალობაში პრობლემები რეები არის. პრობლემა ნომერი 1. სისხლის ანალიზზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არის მისი ინტერპრეტაცია, რაც საქართველოში აქამდე არ კეთდებოდა. ანუ გადათარგმნა ანალიზის თუ რა უნდა გავაკეთო მე? კი ბატონო, ხედავ აქ 50 ანალიზია და სათითაოდ ხედავ თითოეული ზოგი მომატებულია, ზოგი არა, მაგრამ რა უნდა გავაკეთო? შესაბამისად ეს მეორე პრობლემაზე გადავედით უკვე, რომელიც არის, რომ ამ კონკრეტული ანალიზის შედეგად რა უნდა გავაკეთო? დანამატების, ჩვევების, ძილის, პროტოკოლს გვაძლევს ვარჯიშის მათ შორის და უკვე ჩვენ ზუსტად ვიცით ამ პრობლემას სხვადასხვა კუთხით როგორ უნდა მივუდგეთ და როგორ უნდა ამოვხვრათ. სამედიცინო ზღვარი, სტანდარტულად, რასაც თქვენ ხედავთ სამედიცინო ზღვარს, ეს არის მხოლოდ ძირითადში დაავადებების და ინფექციის იდენტიფიცირებისთვის. ხოლო ჩვენ თუ ჩვენს ხელს ვთხოვთ მაქსიმუმს, რომ მაქსიმალურად ჯანმრთელები ვიყოთ, ყველაზე მაღალი პერფორმანსი გქონდეს, რაც შეიძლება, მაშინ რატო ვიყენებთ იმ ზღვარს, რომელიც ძირითადში არის იმისთვის, რომ დაავადება ან ინფექციის იდენტიფიცირება მოვახდინოთ. შესაბამისად, Vitality ჩვენ გვთავაზობს სამედიცინო ზღვრებიდან განსხვავებულ ზღვარს. აი მაგალითისთვის აქ შეგიძლიათ ნახოთ, რომ მაგნიუმის ზღვარი სტანდარტული სამედიცინო რეინჯით არის 4-დან 6.8-მდე, ხოლო პერფორმანსი არის 6-დან 6.8-მდე. ზუსტად აი ამ ზღვრებთან შეფარდებას და შედარებას აკეთებს Vitality. შემდეგი ეს არის, რომ თვითონ ეს ზღვარი სამედიცინო რაც არის, ეს დგება გლობალური პოპულაციის საშუალო მაჩვენებლით, ანუ რაც უფრო ავად არის ზოგადად ადამიანი, ხო? საშუალოდ ეს ზღვარიც იქნება უფრო იმ ადამიანთან მიახლოებული, ვისი ჯანმრთელობაც არ თუ ისე კარგია. და შესაბამისად, ჩვენ როცა ექიმთან მივდივართ, ამაზე წინა პოსტშიც ვისაუბრეთ, ჩვენ არ ვეუბნებით მას, რომ გვინდა რომ საშუალოდ კარგად ვიყოთ. ჩვენ ვეუბნებით, რომ მაქსიმალურად კარგად გვინდა ვიყოთ და სამედიცინო ზღვარი ვაფასებს საშუალო ზღვით. ანუ აქაც რაღაც უზუსტობა არის და ზუსტად აი ამ პრობლემის გადაჭრას თავაზობს Vitality. და ზოგადად დაავადების არ ქონა არ ნიშნავს ჯანმრთელობას. ჩვენ შემთხვევაში საქართველოში იმის გარეთაც ძალიან ხშირად არის, რომ თუ დაავადება არ გაქვს, ესე იგი ჯანზე ხარ და კარგად ხარ. ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სინათლეს და ერთი არის, რასაც დღევანდელ სამედიცინო სფეროში მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პროფესიონალი და ყველაზე განათლებული ექიმები ყავს. ამას აბსოლუტურად არავინ არ უნდა იგულისხმოს ისე, რომ ჩვენ სამედიცინო სექტორი არ გვჭირდება და მხოლოდ პრევენციით წავთ. არა, ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მაშინ როცა ადამიანის ორგანიზმს, ასე ვთქვათ, დარხეული აქვს, მაგრამ პრევენციისთვის დღევანდელი მედიცინა და სამედიცინო სფერო არ არის. იმიტომ რომ ძალიან ბევრ სამედიცინო განათლების სამედიცინო პროფესიონალს უბრალოდ არ მიუღია განათლება პრევენცია როგორ უნდა მოხდეს დაავადებების. შესაბამისად, ეს არის ორი განსხვავებული რამ და ზუსტად ჩვენი და ჩემი და Vitality-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ყურადღება ექცევა უშუალოდ health care-ს და არა sick care-ს, როგორც ვამბობთ. და წარმოვიდგინეთ, ჩვენ გვაქვს აი საფანტი, რომელთაც ვისვრით და იმედი გვაქვს, რომ რაღაცას გავარტყავთ, მაგრამ Vitality ამ შემთხვევაში გვთავაზობს საიპერს, როდესაც ჩვენ ზუსტად ხვდებით რა პრობლემაა და აი ეს პრობლემა როგორ უნდა გადავჭრათ. და ბოლო სლაიდი არის, აქ მინდა განახოთ, რომ რატო სისხლის ანალიზით ჩვენს ორგანიზმში არის მიახლოებით 30 ტრილიონი უჯრედი. აი ძალიან დიდი რაოდენობა არის. წარმოიდგინეთ, თითოეულ ამ უჯრედთან, თითოეულთან მიდის სისხლი.
არ არსებობს უჯრედი, სადაც სისხლი არ მიდის. თუ ესე იქნებოდა, მაშინ ჩვენ მოვკვდებოდით. ზუსტად ამიტომ არის სისხლის ანალიზში არის სრული სურათი ჩვენი ჯანმრთელობის და ზუსტად აქედან გამომდინარე შეიძლება ვიმსჯელოთ კონკრეტულ პროტოკოლებზე, იმიტომ რომ სრული სურათის დანახვის საშუალება გვაქვს და ზუსტად ამას გვთავაზობს Vitality, იქნება ეს ენერგია, ძილი, სტრესი, აღდგენა, ცხიმისწვა, ტვინი და ანთებითი პროცესები, კუნთური მასა თუ ასე შემდეგ. მოკლედ, შემდეგ ვიდეოებში შემოგთავაზებ უშუალოდ Vitality-ის პლატფორმას და სხვადასხვა კომპონენტებს, რომ ნათლად ვნახოთ, ასე ვთქვათ, Vitality-ის benefit.